ამ ექსპერიმენტის ფასი ჯერ კიდე 90-იან წლებში ძალიან წვავედ იწვნია თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ და მათ შორის საქართველო არის ხოლმე მოხსენიებული ერთ-ერთი იმ ქვეყანათა რიცხვში, რომელმაც ყველაზე კატასტროფული ეკონომიკური განადგურება განიცადა. ის რაც მოხდა 90-იან წლებში, ზუსტად აი ამ ნეოკლასიკური ეკონომიკის და აი ამ ექსპერიმენტული შოკური თერაპიის, სხვადასხვა მათ შორის იმ ფასების მყისიერი გათავისუფლებით და წამიერი ლიბერალიზაციით, ხო? ეს არის ამის ხარჯი რო დავთვალოთ ჩვენ ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, კულტურული, ხო, ეს არის ის, რაც ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობამ გამოიარა, რომელიც ჯერ ერთი რო განელებული არ არის ეს ეფექტები და მეორე ამის დათვლა უბრალოდ არის წარმოუდგენელი.